ასევე არის კადრები ჩინეთის საავადმყოფოში, პედაგოგები, ექიმები შედიან საავადმყოფოში და აქვე ნაჩვენებია, რომ არანაირი გასაღები კარებზე, არანაირი პლასტიკური არ არის საჭირო, ჩანს გადახაზული და თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირ ნაჩვენებია, თვებს გადაიწევს გოგონა და შულს მიიტანს და გაიღება კარები. ეხლა მე მცირე მომიტევეთ, რომ წავიკითხავ, აუცილებლად უნდა წავიკითხო. ბერიპაისი სხვათა შორის სულ ამბობდა, რომ აშკარა უარყოფას არავინ არ მოგთხოვს. ზოგიერთ სასულიერო პირი ამბობს, რომ აი ჯერ არავის არ მოუთხოვია აშკარა, ჯერ არავის აშკარად არ მოუთხოვია. ღმერთის უარყოფა ადამიანს და ევასთვის არც უხსენებელს არ უთხოვია ღმერთის უარყოფა. მან უბრალოდ აცტუნა ისინი. მან უთხრა შეჭამეთ ის ნაყოფიო. ღმერთი არ უარყვიათ. სხვათა შორის წმინდა გიორგისთვისაც არ უთქვია არავის ღმერთი უარყავიო. უბრალოდ კერპს თაყვანიეციო. და რაოდენ საშინელი კერპია, აიდი ბარათი, რომელიც ყველაფერს მოიცავს. ყველაფერი იქნება მზაკრული ხერხით. უხსენებელს რო ეთქვა ადამი და ევასთვის, რომ თქვენ რო შეცდებით და ამას ჩაგვიჩავთო ამ ნაყოფს, მაშინ თქვენ იწვალებთ, იავადყოფებთ, ტკივილით იმშობიარებთ ევასთვის რო ეთქვა, მაშინ ისინი არ ჩაგვიჩავდნენ. ზუსტადაც რომ მზაკრობა რო იყო და შეჰპირდა რომ ღმერთებივით იქნებითო. აი იმიტომაც მოხდა ეს ამბავი, ცოდვაში ჩავარდნა, ცოდვით დაცემა. რაშია საშიშროება? ეხლა ვიბრძვით ალტერნატიული საბუთებისთვის. ასევე გაჟღერდა და ძალზედ გამიხარდა, რომ თურმე ჩვენ ალტერნატიულისთვის ბრძოლა კი არა და განჩინებების სინოდის და თურმე პირდაპირ კანონი გვაძლევს უფლებას, რომ ავიღოთ ეს უჩებო საბუთი. ღმერთმა გაახაროს ეს ადამიანები, ვინც იბრძვიან, ეს ქალბატონები, ჩემი სულიერი დები. ჩვენ არ ვიცით, სიცოცხლის ფასად არის ეს თუ ჩვენ გვირჩევნია სიცოცხლის ფასად, ვიდრე საუკუნო სატანჯველის დაკარგვის ფასად მოხდეს. თქვენ გიღებენ სურათს სპეციალური დანადგარით, დიდ რობოტ აპარატით. ციფროვანი აციფროვანი ობრაზ ლიცა რუსულად იტყვიან. თქვენი სახის ნაკვთები ჩაიწერება წერტილების სახით, გარდა იმისა, რომ შტრიქკოდის დასმა ხდება შუბლზე, ამავე თავისივე კოორდინატებით ეს წერტილები, ბიომეტრიული სურათი ასევე ასხივებს ტალღომას სიგნალებს უკვე ამის მერე, რომელთა საშუალებითაც ადვილად გვიპოვიან კოსმოსიდან, ყველგან სადაც არ უნდა ვიყოთ. ყველას მონიჭებული გვაქვს ციფრული ნომერი უკვე, თანაც ხელი გვაქვს მოწერილი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. ესე იგი ინფორმაცია ჩვენზე ჩვენივე თანხმობით შეყვანილია კომპიუტერში, რომელიც მოახდენს ჩვენზე იდენტიფიცირებას, ჩვენს იდენტიფიცირებას 3D, განზომილებიანი ფოტოსურათით. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მიზანში და შეძლებენ ჩვენზე ზემოქმედებას განსახურული სიგნალებით. ეს გავს იცით რას? იმას თუ როგორ ჯადომკეთებელი ბებიები რო ითხოვენ ფოტოსურათის მომიტანეო და ან ჯადოს გავიგებ მის შესახებ, ან ჯადოს გავუკეთებო და ამ სურათის მეშვეობით აკეთებენ ჯადოს. მათაც ხომ შეუძლიათ ყველანაირი ინფორმაციის გაგება ჩვენ შესახებ სურათის მეშვეობით და ამ სურათის საშუალებით სურათზე გამოსახულ ადამიანზე ზემოქმედება უხილავი სიგნალებით. მაგრამ ჯადომკეთებელი ბებიები არაფერი იმასთან შედარებით თუ რამხელა შესაძლებლობები გააჩნია ახალ ტექნოლოგიებს. მათ ძალუთ უფრო მასშტაბურად იმოქმედონ მასებზე, მაგრამ სისტემას შეუძლია იმოქმედოს ყოველ ადამიანზე, ზომბირება მოახდინოს, მაგრამ ტელევიზიითაც ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად მას უნდა ინდივიდუალურად იმოქმედოს ადამიანებზე, რომლებზეც ალგორითმული სიგნალებით უგზავნიან სასწრაფო სიგნალებს, გამოვალი მდგომარეობის შეგრძნების სიგნალებს, ან შიშის სიგნალი, განგაშის, ან და კმაყოფილების სიგნალებს. ზემოქმედება ჩვენზე და ჩვენივე ემოციები, ჩვენივე მართვა ასევე შთაგონები და ზომბირებით და ჩვენს ყოფეთ ცხოვრებაში ხელების ფათური, აი ეს არის მთავარი მიზანი საიდუმლო მსოფლიო ხელისუფლებისა, რომელიც ემზადება ანტიქრისტეს გასამეფებლად. აი ამისთვის სჭირდებათ მათ გლობალიზაცია და ელექტრონული ტოტალური კონტროლი. ჩვენივე თანხმობით გავხდეთ ციფრული სისტემის მონები. აი ჩვენ კი დაუფიქრებლად და გამოუძიებლად ჩვენი საბუთების მიღების მაგივრად გვმართებს სახარისმისეული სიფხიზლე და უდიდესი სიფრთხილე, რადგან საფრთხე ძალზე დიდია ჩემოძვირფასებო. რაშია კიდე საშიშროება ბიომეტრიული სურათის გადაღებისას? ციფრული ფოტოს გადაღების დროს ხდება შეფარულად ლაზერული სხივებით შტრიქკოდის დასმა შუბლზე, როგორც გასულ გადაცემაში აგიხსენით და აპარატზე ხელის შეხებით ან თითების ელექტრონული ანაბეჭდის აღების დროს მარჯვენა ხელზე ხდება შტრიქკოდის დასმა ხელის გულზე ან თითებზე. ამიტომ ჯობია არავის არ ჩააბაროთ ჩვენი თითების ანაბეჭდი, ჩემოძვირფასებო, არსად
რობოტ აპარატებიდან ფრთხილად ვიყოთ და არ გადავიღოთ ეს ფოტოსურათები და ერთი მინდა დავძინო, ზოგიერთი მე მხვდება ქალაქში ან და ინტერნეტში ჩვენ დადებულ ვიდეოებზე წერს სათხართ თქვენ აქციები რატო არ დადება და მე მინდა ბოლო ვიდეოც დავტოვო აქ, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი, სასულიერო პირიც, ჩვენი სპორტსმენებიც და მორწმუნე ადამიანებიც ერთად მოვდივართ ქუჩაში და მივდივართ, მივაბიჯებთ იუსტიციის სამინისტროსკენ და ვითხოვთ ალტერნატიულ უჩიბო საბუთებს. საქართველოს ჩიმისაციის გარეშე გავმარ? ჯავს! აიდი ბარათის გარეშე გავმარ? ჯავს! ელექტრონულ მართლობის გარეშე გავმარ? ჯავს! ჩვენ არ ვართ ზომბები! ჩვენ არ ვართ მარგარინის ბაჭკა! შტრიქოდი რომ დაგვადო! არა! ჩემპიონი ბარათების გამო შეჯიბრებებზე ვერ გავდივართ და ვერც სხვა ქვეყნებში ვერ ვგზავნებთ. აიდი ბარათი არ გვინდა არავის! აიდი ბარათი არ გვინდა არავის! დაუშვი, უჩიბო ბარათი! მუდმივად უნდა გავაგრძელებთ. მუდმივად უნდა დავდგეთ მტკიცე და ერთობით დავდგეთ კიდევ. აი ეს არის ჩვენი მოწოდება. ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ. გაიხარეთ ბატონო ახაბერ, დიდი მადლობა დღევანდელ დღეს სტუმრობისთვის. დროით შეზღუდული ვართ და სხვა დროს იმედია კიდევ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს და მოქმედებას. სხვათაშორის ერთმა სასულიერო პირმა, რომელიც ყოველდღე ინსტიტუტშია და ყოველდღე სკოლებშია, ბრძანა რომ მოციქულ პავლესაც ჰქონდა აიდი ბარათი. მე მაქვს ეს ვიდეო და მე მეცაც გეტყვით. პავლე მოციქულს აიდი ბარათის ჰქონდა მაშინდელი, ეს იყო მისი რომის მოქალაქეობა. და პავლე მოციქული ამ აიდი ბარათს, ანუ ამ რომის მოქალაქეობას აი ესე დიპლომატიურად ასე წინ წამოწევს და იყენებს მისიონერობაში და გადმოცემულო ტელემაყურებლებო